Oh, she's sweet but a psycho, a little bit psycho. At night she's screaming, I'm out my mind. Oh, she's hot but a psycho, so left but she's right though. At night she's screaming, I'm out my mind. She'll make you curse, but she a blessing. She'll rip your shirt within a second. You'll be coming back for seconds with your play. You just can't help it. ერთ მშვენიერ ზაფხულს აგვისტოს მიწურულს სახლში დიდი სამზადისი გაიმართა. გონი მარტო ჩემთან არა, ყველა ჩვენგანთან. ჩვენი ოჯახების თითოეული წევრი ზრუნავდა ჩვენს თეთრ პერანგებზე, შავ ქვედა ბოლოსა თუ შარვალზე. თეთრ წინდებზე, ახალ ფეხსაცმელებზე, სასკოლო ჩანთაზე, ფერად ფანქრებზე და ვინ იცის კიდევ რამდენ რამეზე. ყველაზე მთავარი მათ ფიქრებში ჩვენი სიმშვიდის, კომფორტის და ახალი ცხოვრების დასაწყისის შექმნა იყო. ცოტა გაოცებული თვალები და უცნაური განცდით ველოდით დღეს, როცა მორთულ მოკაზმულებს დიდი ზარზე იმით, სადღაც უცხო გარემოში გაგვაცილებდნენ. ხო და ეს ერთი მშვენიერ დღეც გათენდა და აქ აღმოჩნდით. მართალია, ზოგი ტირილით დედას ჩავღაუჭებული, ზოგიც გაოცებული დიდრონი თვალებით, მაგრამ მაინც დავჭით. დავჭით და ერთმანეთის სიყვარული იქცა ჩვენ საზრდოდ ამ კედლებში იმ დღიდან დღემდე. ისე პატარები მოვედით აქ, ისეთი უსუსრით და დაბნეული თვალებით უძქერდით უცხო სამყაროს. ზოგი ტირილით, ზოგი ღემილით, იმის მოლოდინში თუ ვის შევხვდებოდით, მოგვეწონებოდა თუ მოვეწონებოდით. გვახსოვს პირველი ჩახუტება, გაიარა გული და გასცა სულ ყოველგვარ საზღვარს. შეშინებულებს მოგვიახლოვდით, ხელი ჩავკიდეთ და დავიწყეთ აი ია. ჩვენს შუმად ჩურჩულებდით, აი ია. იმ დღიდან დღემდე დროე ვისებოისი სწრაფით გაიქცა. ჩვენ გოგონა რომ ბავშვობა ასე მალე არ დასრულდებოდა. არა და თქვენ ხო გვაფრთხილებთ, ჩვენ კი არ გისმენდით, არ გვჯეროდა, ან იქნებ არ გვინდოდა რომ დაგვეჯერებინათ. და მაინც ჯიუტი ფაქტის წინაშე აღმოჩნდით. ბავშვობა მგონი დღეს მართლაც სრულდება. თუმცა არასდროს დასრულდება მოგონებები ბავშვობაზე და ერთმანეთზე. თითოეულ ადამიანზე, ვინ ჩვენი ბავშვობა ტკბილ მოგონებად აქცია, ხემილით, სიყვარულით და მსრულებლობით. მადლობა გვერდში დგომისთვის. მადლობა ჩვენი ტკივილისა და ბედნიერების გაზიარებისთვის. მადლობა იმ ცოდნისთვის, რაც გვაჩუქეთ. მადლობა ყველა იმ წამისთვის, რომელიც ჩვენ მოგვიწმენით. მადლობა სიყვარულისთვის. და აი ვდგავართ თქვენს წინაშე, ბედნიერები, ამაყები, მომავლის იმედით სავსენი. ეს ჩვენ ვართ 22 სკოლის მე-12 კლასი. ყოველთვის იღების მომავალი ფეხბურთელი სიმპათიური ხუჭუჭა ალექსანდრე მარკაროვი. ჯომი, ლამაზი, ანიმეების მოყვარული, არ უყარს ბევრი საუბარი, მაგრამ სულხიარული. რუსულის ტესტირებაზე სულ ყველას მისი იმედი აქვს, ლიზი დანელია. ჩვენი მანქანის არის შესაძლებელი ის მისი საუკეთესო მეგობარი. შპარლოკების დიდოსკარი საოცარი აქვს მეც სახელის მოგვითხრობს. და მიაგო საინევა.
მეგობართა შეშურდებოდა. მისი საოცარი სტუმაროს სურდებით მის მოპოვებას. სულ რომ შემოგვიჭრეს, მასწავლებლები მაინც მას ადრე შენიშნეს. აი, სულ აბლაევა. კლასის პოლიგლოტი ადამიანი, რომელმაც იმაზე მეტი ენა იცის, ვიდრე საქმეებში საშუალება აქვს, ერთგული მზრუნველი, კარგი მეგობარი. მათემატიკა მხოლოდ იმიტომ ისწავლო, რომ გამოეთვალა რამდენი გაკვეთილის გაცემა შეეძლო კიდევ. მე მიგეოს ნანოვა. კლასის რაპუნცელი, მისი მთავარი სიმდიდრე თავისი თმაა, რომელსაც ფარივით ჩინობით უხილდება. პირდაპირ, მაგრამ ძალიან მძღველი. თუ კარგად ავხდი, ხუმრობაც კი ესმის. მომავალში ყველაზე საყვარელი ინგლისურის მასწავლებელი გოგნალაშვილი მარია. ყველაზე კრეატიული, საოცარ ნახატებს ქმნის. ზომი აპოკალიფსის დროს ერთადერთი ვისაც გადაარჩენს მისი თუთიყუშია. მიზანდასახული და მომავალში ძალიან წარმატებული ვირტუალური არტისტი ანასტასია ლომაძე. ჩუმი, ცდილობიანი კლასის კოლხი თავისი ვარცხილობის ერთგული გიორგი მასურაშვილი. კლასის ტვინიკოსი, სწავლისა და სიკეთის იდეალური შერწყმა, ყველაზე ამაყიმერელი და თუდაში და შარიანი, მომავალი ფსიქოლოგი მარია ვაჯარაძე. ყველაზე მხიარული, კლასში ყოველთვის კარგი განწყობა შემოაქვს. გამრიგებლის ყველაზე კარგი პაროდისტი და მისი მარჯვენა ხელი. კაი დამტყველი, კაი გულის მჯამელი და საუკეთესო რაგბისტი ნიკოლა წერაძე. კეთილი და წყნარი სვანი, კანადბურთელი, მაგრამ ამავდროულად ძალიან მხიარული გიორგი ბერწულიანი. ცოტა ჩაკეტილი, დიდად არ უყვარს საუბარი და კაკული თაღაკი. ვარსკვლავებისთვის ერთმეთა თავდაბალი აკუშა და სიჩუვე აჩია ვახობულაზე. არი და სათული, გამადის მოადგილე, კლასის დედა შუმახერა, ძალიან მოწესრიგებული, პასუხისმგებლიანი ანა რაზმაჟიშვილი. კლასის ფაშე გოგო, ყოველთვის იდეალურ ფორმაში, მეგობრული, ყველასთან იოლად პალავს სასწავლო ენას. კლასის ვიზაჟის დედა ბოლო შემოგვიერთდა, თუმცა ღირსეული ადგილი უკავია ჩვენს გულაში. ნინი იჭიკოვანი! უყვარს კლასის გოგოებთან საუბარი, პასუხისმგებლობის გრძნობით, ყოველთვის დროულად ასრულებს დავალებებს, ამბების უბადო გავრცელებენ. ირაკლი ძალიან მხიარული და კრეატიულია, ყოველთვის პოულობს ყველასთან საუბრის თემას და თუ დაიწყო არც ჩერდება. მაღალი, ლამაზი, ტანადი და უბრალოდ კარგი ადამიანი ფიზიკო და მასთან ერთად რომ დაჭრეთ, შეიძლება ისეთი ხმობები გქონდეს, რომ სიციისგან თავი ვერ შეიკავოთ. თავად გაჩუმება არ იცის და მისი სიცილე თქვენს აუცილებლად ისტერიული სიცილით დაგეცემა. იდეალური დეტექტივი, დღევანდელი იუბილარი მარია მოდელი ულამაზეს თუ რამე კიდე რამე გაინტერესებს, ყოველთვის იცის როგორ დაგეხმაროს, მაგრამ თუ ცუდ ხასიათზე გაიღვიძა, მასთან კონტაქტს არ გიჩვენე. მუდმივად აგვიანებს და მუდმივ ოპოზიცია. ნატანა სუაშვილი. ძალიან წყარი ბიჭია, არასდროს არაფერზე არ ბრაზდება, უხასიათოდაც რომ იყოს. კარგი სტილი აქვს და უბრალოდ უსიმპათიურესი ბიჭი საბა თარალაშვილი. კლასის ატუსანი, ყოველთვის ყველაფერი
ყველაფერი იცის და მზად არის დასახმარებლად. უბრალოდ ზოგჯერ ჩვენ ზემოდან მოგვის და ვაბრაზეთ, თუმცა ის მაინც გვეხმარება. ლამაზი შრომის მოყვარე. მოწესრიგებული. ყველა მასწავლებლის იმედი მარიამ პიტიუშვილი. ლამაზე გერმანული თოჯი და ზარას მოყვარული მუდმივად მდგომარე მარიამ შაკიაშვილი. ლამაზი ჩუმი მუდა მიგიალური მაგიაშთა და გამორჩეული სტილი თათია ციაური. კაცი კულინარი, აი ასეთი მაღალი ქერა მწვანე თვალება და ერთი სიტყვით აცნების მამაკაცი მათე კაპანაცი. მოვხდეთ ყველას ნერვებზე იდეალურად მოთამაშე, არც ძალიან მას გადმოგიდეკავთ. და ძნებს ნახეთ დღეს აეხლა მოვიდა რა ვიცი ძმაო საბა კოკოხიძე ნაღდი რაჭველი ჩუმი გეიმერი უერთგულესი ადამიანი ხემლეს ჯერა მანჩესტერის გამწყილების ნიკოლოს ვიჩი ხონის პრინცი მეგრელი და იმერელი მასწავლებლების გულებს იგებს ერთდროულად წარმატებით გურამდე ძველია ელო ქიდის მოყარული ციკვინა ბიჭების გუნდამრობელი მარია ბერიშვილი ბაზის ქორეოგრაფი ლესკიკის უბრალოდ შემსვლებელი კარგი მეგობარი და მოჩუქარი გამარჯვების სკოლასა და ავსტრალიელების ნატოების მოყარული შრომის მოყარე ლუკა ალადაშვილი ჩვენ გასულ ხოლმე ცუდი ყოფას სერვისის არ გამოირჩევა ჩვენ ცეკვად ძალიან კარგად შევიძვით
და ფეხი და ჩავირუჭე თვალი, ასე როგორ შევხვდე? დაგიცდა არ არის საკითხი. შენ არ იყავი მეფაში, მუშტებს მოიგდები. მე ვიცი ვინ ზუშეlis, გინჩი, თოვანი მოვავალი მეიქაბა არტისტი. უნდა გვიშველო, ბიჭი პაემაზე მიდის და ეს ლურჯე უნდა დაუფარო. ეგეთი ლამაზი ვარ. გონი ზედმეტი მომივიდა. რა ვქნა, არავინ არ მიჩნევიდა. შანსი რომ ამაზე რაც ხეში მოხდა, ყველაფერი წაუსვი. მას უსტავში ხარ. ვიცი მეძალია, ვიცი. ბარე პესტენ გახდა და ერთი გუშინ ისლექით ვიხარ. აი, რამენდე. კლასში როცა თავადით არ არის. რომელიც მუდამ იდგა ჩვენს გვერდზე, ჭირშიც და ხიშიც, რომლის თითოეული სიტყვა
რჩევა და განხილვა ჩვენთვის ძალიან ბევრს ნიშნავდა და ნიშნავს. თქვენ ვიცით რამდენჯერ გადადეთ თქვენი საქმე ჩვენს გამოგვერძე. როგორ იდექის ჩვენთან ერთად, რომ ჩვენ ყველაფერი იდეალურად გქონოდა. ჩვენ ყველაფერს მაშინაა ამშინებით, ან ჩვენ დაუნებურად ვერ იფასებ. თუმცა ეს ყველაფერი ნათელია. მადლობა რომ ჩვენი მეორე დედა იყო. რომ ყველაფერს პატიავდი ჩვენ ბავშვებს ისულელებს, ქცევებს, ყოველთვის ბრუნავდით იმაზე, რომ ჩვენ ყველაფერზე მოარყობებს თავი, ყოველთვის ისმენი ჩვენი პრობლემების შესახებ ნამდვილი მეგობარი. მადლობა მაიამას ყველაფრისთვის. მადლობა იმ 4 არაჩვეულებრივი წლისთვის, რომელიც ყველაზე თბილი მოგონებებით სავსე პერიოდად მიქცია. მადლობა მაიამას წევრებო, ჩვენზე ძალიან გვიყვართ. მინდა იცოდეთ, რომ სადაც არ უნდა წავიდეთ, როგორც არ უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრება, თქვენ ყოველთვის დარჩებით ჩვენთან, ჩვენს გულებში, როგორც საუკეთესო დამრიგებელი და უმნიშვნელოვანესი პიროვნება, როგორც საუკეთესო მეგობარი და სუპერ მომრიგებელი. და ამასობაში ერთ ზოგად საკაცობრიო კითხვაზეც გავაცით პასუხი. რა ჭირდება თინეიჯერმა ბედნიერებისთვის მაია ვერიძე? აი ახლა გავარ თქვენს წინაშე. ყვანდელი დღის მოლოდინი ჩემპრობია. თავს ძალას ვატანთ, რომ ყელში გაშლილ წლებს არ მივცეთ ზლოყაზე ჩამოგორების უფლება. შვიდობით, ჩვენი აგრაბრუნება ისეთივე შეუძლებელია, როგორც აქაურობის სამუდამო დავიწყება. იქას ვეძებდით სიტყვებს და ახლა გიგვინა გითხრათ მადლობა. ამის თქმა სულ გსურდა, მაგრამ აქამდე რატომღაც ვერ შევძენთ. შვიდობით, ჩვენ ერთად დავუდგეთ გალავნის ხელში, რომ დაგვეწერა ეს წერი. ბევრი რამის თქმა გსურდა თქვენთვის და ერთმანეთთვის და აი დავწერეთ. გას, რომელიც წლების წინ გამოხსენით და ეს გავიხუროთ ჩვენი გათითურების სამუდამოდ დაერქვა. მერე რა, რომ ეხარ დაბრუნდებით. სულ გამახსოვრება ის წუთები, რაც ამ შენობაში გავუდგა. თავს ძალას ჩვენი ღიმილი, რომელიც ძალას და იმედს გვაძლევს. ერთმანეთის თვალები, რომლებშიც ხედავთ ყველა იმ ჩანაწერებს, რომლებიც წყალიდან ცხოვრების სავალგზაზე გამოგვადგება. უთვალავი სიკეთები გვაქვს სკოლიდან, საგზად, ცხოვრების სავალახალ გზებზე. ერადი და მძიმე ხუჯინი გავაცხოთ. ერთმანეთის განასწავლ ყველაფერში მოვაწავთ და თან წავიდეთ. თან წავიღებთ ყველგან, სადაც წავალთ, რომ ხშირ-ხშირად ამოვალაგოთ და თვალი გადავავლოთ ბავშვობის წამებს, წუთებს, საათებს. დღეს, თვეებს, წლებს და პირდებით არასოდეს დაგავიწყდებით. არასოდეს გიმთხოვნეთ, არასოდეს დაგაღალებით. ჩვენო პედაგოგებო, ახლა უკვე მეგობრებო და საყვარელო ადამიანებო. ალბათ თქვენს გაგიჭირდება თუ ჩვენო გონით რემლიც კი შემოგეპარათ. არი დაგდოთ, მოვართ. ხშირად როად, რომ ჩაგეხუთო და გითხრათ
წესთან განსხვავებულია. ძალიან ბევრი სიტყვა, სიყვარული, გამოწვევა, ძალიან ბევრი ნერვიულობა და აი ჩვენ წავდივართ მეფეს წინაშე. ჩვენ პედაგოგიური პრაქტიკის მოღვაწეობაში პირველი მე-12 კლასი. და ალბათ ხვდებით საიდან მოდის ამდენი ემოცია. ჩემო პატარა მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ ძალიან მიყვარხარ. მადლობა თითოეული წამისთვის, მოგონებისთვის, რაც ერთად ჩვენ დავაგროვებთ. ჩვენთან ერთად უნდა გავაემშვიდობოთ ჩვენს მე-12 კლასს, ჩვენი ყოფილი დამლიგებელი ივეტა ვართანოვა. ძალიან გქონთ ბავშვობა თქვენთვის გატაროს სიტყვის იყო. მოგესალმებით, ჩემო ძვირფასო მოსწავლეებო, დიდი სიყვარულით და მონატრებით. დღეს უმნიშვნელოვანესი დღეა თქვენთვის, რადგან ახალი ეტაპი იწყება თქვენ ცხოვრებაში. ემშვიდობებით მშობლიურ სკოლას, სადაც დაეუფლეთ მრავალფერ განათლებას. ეზიარეთ ისე ადამიანურ ღირებულებებს, როგორიცაა კაცმოყვარეობა, ერთგულება, ერთმანეთის გატანა, მეგობრობა. მინდა დაგილოცოთ გზა წარმატებებისაკენ. მეც ერთი იმათგანი ვარ, ვინც ამ სკოლის სულის ნაწილია. 20 დაუვიწყარი და შინაარსიანი წელი მაკავშირებს 21 საჯარო სკოლასთან, რომელიც დიდ სიყვარულისა და სითბოს იტევს. აქვე მივესალმები ჩემს კოლეგებს, მშობლებს და ვულოცავ კიდევ ერთი წარმატებული თაობის გამოსვლას. ჩემ საყვარელო მოსწავლეებო, კიდევ ერთხელ გილოცავ ამ ბედნიერ დღეს. გისურვებთ წარმატებულ მომავალს ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეობით. ცოტა აქეთკე რო გამოხვიდეთ რა ბოდიში. მოგესალმებით ყველას. მოსწავლეებს, მასწავლებლებსა და მშობლებს. და გილოცავთ სკოლის დამთავრებას. მე მინდა სცენაზე უკვე არიან ჩემ გვერდზე მოვიწვიო მე-12 A კლასის მედალოსნები. ეს მარიამ ვაჭარაძე და მარიამ ჯენაკეშვილი და მარიამ დიჯუხიშვილი. და ჩემი შვილის ივეტას სახელით გადავწევ მცირე საჩუქარი. კიდევ ერთხელ გილოცავთ სკოლის დამთავრებას და გისურვებთ წარმატებებს. ახლა კი მინდა მე მივმართო სკოლის დირექტორს, ქალბატონ ნათია მაზანიშვილს. Уважаемая госпожа Натья, уважаемая госпожа Натья, я хочу лично от меня и от моей Иветы выразить вам большую благодарность. Местный ქართულად არ არის, მაგრამ მეორე სიტყვა მინდა გითხრათ რუსულად და ძალიან თხოვს იჩუნე იყოს. Я хочу поблагодарить вас за теплоту, за понятие,
за человечность, а самое главное, за то, что вы поддержали мою Ивету, осуществить два ее желания. То есть сделать подарки учащникам школы номер 28. Я желаю педагогическому коллективу школы, родителям, директору лично, чтобы школа 28 всегда была на уровне не только в Руставе, а у нас в Грузии. Могло бы куда-то написать? მოგესალმებით ძვირფას ახალგაზრდებო უკვე და არა ბავშვებო. მოგესალმებით მშობლებო, მასწავლებლებო. მადლობა რომ მოხვედით დღევანდელ დღეს. ნამდვილად მნიშვნელოვანი დღე გვაქვს დღეს. დღეს მშვიდობებით გარემოს, სადაც გაიზარდით. დღეს მიიღეთ ცოდნა, შეიძინეთ მეგობრები, გქონდათ ბევრი წარმატება, ბევრი იმედგაცრუებაც. დღეს მხოლოდ სკოლას არ მშვიდობებით. დღეს იწყება თქვენი ცხოვრების ახალი თავი, დამოუკიდებელი ცხოვრების ახალი თავი. სადაც აუცილებლად იქნება უამრავი არჩევანი, ბევრი წარმატება და ბევრი იმედგაცრუებაც. რა თქმა უნდა, ზოგიერთისთვის შეიძლება რთულიც იყოს ეს ცხოვრებაც. მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ამ სკოლაში მიღებული ცოდნა და ფასეულობები დაგეხმარებათ, რომ გააკეთოთ სწორი არჩევანი. რა შემიძლია გისურვოთ, რომ წარმატება ეს მხოლოდ პროფესია არ არის. წარმატება არის ადამიანის დარჩენის შესაძლებლობა. მინდა იყოთ ბედნიერები, ჯანმრთელები და გახარებული თქვენი ცხოვრების გზაზე და თქვენ ცხოვრებაში შეხვდეთ ბევრი კარგი ადამიანი, რომელიც გაგიმაგრებთ ზურგს. განსაკუთრებული მადლობა მინდა უთხრა ჩვენს მასწავლებლებს. იმ ფარული შრომისთვის, იმ ყოველდღიური შრომისთვის, რომელსაც თქვენ ამ ბავშვებისთვის იმეტებით ყოველდღიურად. განსაკუთრებული მადლობა ასევე მშობლებს, თქვენი სიყვარულის დამსახურება, რომ დღეს ასეთი წარმატებული და ლაღი ბავშვები გვყავს. მადლობა ქალბატონო თია იმ შრომისთვის, რომელსაც თქვენ ყოველდღურად უწვდით ამ ჩვენს ლამაზ მოსწავლეებს. ეს არის ადგილი, სადაც ყოველთვის სიხარულით გელოდებით. არ აქვს მნიშვნელობა სად იქნებით და რაც გააკეთებთ. ეს არის ადგილი, სადაც გვიამაყება თქვენ და გვიყვარხართ სულ თქვენთაგან. დაგილოცავთ გზას, გისურვებთ ბედნიერებას და ძალიან მიყვარხართ. მადლობა ამ დაუწყარი ყველაფერს. მადლობა მარია ვასალებაძე. მადლობა ქალბატონო ივეტა. მე სანამ გადავალ, ერთი რამ მინდა ხაზი გაუსვა. საქმე ენაში არ არის. ერთი წუთით აბეხე ყურადღებით მომისმინოთ სუყოლა. ემოციის და სიყვარულის გამოხატვას ენა არ ჭირდება. ქალბატონმა ივეტამ, როდესაც ის წავიდა საზღვარგარეთ და დაიწყო მუშაობა, პირველი ხელფასი და მინდა თქვენც იცოდეთ ასევე. იმიტომ რომ ეს არის მაგალითი, როგორ უნდა იყოს სოციალურად აქტიური და შემდგარი ადამიანი. პირველი ხელფასი, რომელიც ქალბატონმა ივეტამ იშოვა, ის ხელფასი სრულად გამოუგზავნა სკოლას, ეს არის 2550 ლარი, ეს არ არის პატარა თანხა. და იმ თანხით სკოლამ შეიძინა სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის უამრავი სასწავლო რესურსი. და მინდა ყველა მტაში დაუყრათ აი ამ მოწამეებს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა ადამიანი რა ენაზე საუბრობს. თუ საჭირო იქნება, ნამდვილად თარჯიმანაც დაუდგებთ ქალბატონ ივეტას და ყველა ნებისმიერ თქვენთანაც. იმისთვის, რომ თქვენ გულამდე და თქვენ ემოციამდე მოვიდეს ნამდვილად სამაგალითო მაგალითი. მადლობა ქალბატონო არინა, მადლობა ქალბატონ ივეტას, გადაეცა ჩემი გულწრფელი მადლობა და მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენი ურთიერთობის თქვენ ბევრი რამ ისწავლეთ. ისწავლეთ ადამიანობა, ისწავლეთ ტოლერანტობა, ისწავლეთ მიმღებლობა, ისწავლეთ გვერდში დგომა. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ და სიყვარულით გელოდებით. მადლობა. ძალიან დიდი მადლობა ყველაფრის.
Scrub is a guy that thinks he's fly and is also known as a buster. Always talking about what he wants and just sits on his broke ass. So no, I don't want your number, no. I don't wanna give you mine, and no. I don't wanna meet you nowhere, no. I don't want none of your time, I know. I don't want no scrub. A scrub is a guy that can get no love from me. Hanging at the passenger side of his best friend's ride, trying to hide me. I don't want no scrub. A scrub is a guy that can get no love from me. Hanging at the passenger side of his best friend's ride, trying to holler at me. No, 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 trying to holler at me. No, 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 no. The scrub is checking me, but his game is kinda weak, and I know that he cannot approach me, 'cause I'm looking like ass and he's looking like trash. Can't get with a deadbeat ass. So no, I don't want your number, no. I don't wanna give you mine, and no. I don't wanna meet you nowhere, no. I don't want none of your time, and no. I don't want no scrub. A scrub is a guy that can get no love from me. Hanging at the passenger side of his best friend's ride, trying to holler at me. I don't want no scrub. A scrub is a guy that can get no love from me. Hanging at the passenger side of his best friend's ride, trying to holler at me. No, 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 holler at me. No, 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 no. If you don't have a car and you're walking, oh yes, son, I'm talking to you. If you're leaving home with your mama, oh yes, son, I'm talking to you. If you have a shorty but you don't show it off, oh yes, son, I'm talking to you. Wanna get with me with no money, oh no, oh no, a scrub is a guy that can get no love from me. Hanging at the passenger side of his best friend's ride, trying to holler at me. No, 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 trying to holler at me. No, 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 trying to holler at me. Don't leave the fate. What's here tonight?